დღეს არის განსაკუთრებული დღე ზეიმით შესულა იერუსალიმში. ერთ-ერთი ქრისტიანი შემეკითხა, რომ ჩვენ როგორი განწყობა უნდა გქონდესო დღესასწაულისა, როგორც საზეიმო, თუ უბრალოდ აღნიშნა და ამან ძალიან დამაფიქრა მე, რომ მართლაც ქრისტეს შესვლა იერუსალიმში ასე ჰქვია ამას, ამ პროცესს, ამ მოვლენას ზეიმით შესვლა იერუსალიმში, მაგრამ ჩვენთვის არ ვიცი რა, დღესაც არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი, ეს არის საზეიმო განწყობა თუ უბრალოდ იესო ქრისტეს ცხოვრებიდან ეს ამ ფაქტის აღნიშვნა, ამ ფაქტის ძალიან ძნელია რომ ის იყო. ისევე როგორც მე მოვუყვანე მაგალითი ზიარება ეს ჩვენ უნდა ერთმანეთს მიულოცოთ ზიარება თუ რა გავაკეთოთ ეს დღესასწაულია თუ არა. ესეც არის გახსენება იესო ქრისტეს ტანჯვის წინა ცხოვრებიდან. ასე რომ დღეს აღვნიშნავთ იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში 4 დღით ადრე ვიდრე ჯვარს გააკრავდნენ და ერთი კვირით ადრე ვიდრე კუდრეთით აღდგება. ამიტომ მინდა წავიკითხოთ ერთად წავიკითხოთ იესოს შესვლა იერუსალიმში. მათეს წერს ამას დაწვრილებით 21 თავში. კითხულობთ, როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა 2 მოწაფე და უთხრა მათ, წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს, აუშვით და მომიყვანეთ. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, რომ უფალს სჭირდება თქო და მაშინვე გამოგატანთ. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს, უთხარით ციონის ასულს, აჰა, შენი მეფე მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი და დაუფინეს ზეთ თავიანთი სამოსელები და დაჯდა მათზე და დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ, ხოლო ხალხი წინ რომ უძღვებოდა და უკან მისდევდა შესახოდა ოსანა დავითის ძეს, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი, ოსანა მაღალთა შინა. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ, ვინ არის ეს? ხალხი კი ამბობდა, ეს იესოა წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან. აქამდე წავიკითხოთ. მინდა გითხრათ, რომ დადგა ბოლო კვირა იესოს ცხოვრებისა და მსახურებისა. იცით, რომ 30 წლის დაიწყო მსახურება, ეს ებრაელ ერში მიღებული იყო, რომ თუ ვინმე რაბინი იქნებოდა, თუ ვინმე მასწავლებელი იქნებოდა, ან ვისმე სიტყვა ეთქმოდა, 30 წელზე ახალგაზრდა არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ იესომ შეასრულა ებრაელთა ერის ეს ტრადიცია და 30 წლისამ დაიწყო მსახურება და მისი მსახურება გაგრძელდა 3 წელწად-ნახევარი, როგორც იცით. და იესომ იცოდა, რომ ეს უკვე უკანასკნელი კვირა იყო და ამ წინა კვირას, ვიდრე ეს დადგებოდა, 2 აღსანიშნავია 2 სასწაული. ერთი რომ 2 ბრმა განკურნა იესომ და მეორეც მებაჟე ზაქეს აჩუქა გადარჩენა. ეს შეგიძლიათ მოვიდიოთ და წაიკითხოთ. და წამოვიდა ამის მერე წამოვიდა იერუსალიმისკენ, ეს იყო, როგორც უკვე გითხარით, ბოლო მოგზაურობა და მთავრდებოდა მისი 3 წელწად-ნახევრიანი მსახურება და ახლოს იყო მიზანთან. მიზანი ახლა რო ვთქვათ, რა იყო მიზანი იესო ქრისტესი? იყო აღესრულებინა რჯული. ეს ერთი, იმიტომ რომ ქრისტე არის რჯულის აღსრულება.
მერე ქრისტეს დამსახურებაა, რომ დღეს ახალ აღთქმას ვკითხულობთ, დატყვა თავისი სწავლება ახალი აღთქმის სახით, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზანი მაინც იყო კაცობრიობის გამოსყიდვა ჯვარცმის მეშვეობით და სისხლის დაღვრით. იოანეს წერს, რომ 6 დღით ადრე პასექამდე ის თავის მეგობარებთან მივიდა ბეთანიაში, სადაც ცხოვრობდნენ იცით ლაზარე და მისი დები. და იქ დაისვენა ბოლო ჯერ მოინახულათ თავისი მეგობრები. ეს ოჯახი ძალიან ძვირფასი იყო იესოსათვის. და იცით ასევე, რომ აქ მოხდა, როდესაც ნელსაცხებელი წაუსვა ერთ-ერთმა დამ, დაასხა თავზე და ფეხზე წაუსვა ეს ნელსაცხებელი, აქ მიიღო იესომ იუდასაგან ძალიან დიდი ტკივილი, როცა იუდამ წამოაყენა ესეთი წინადადება, რომ რატო იხარჯება ეს ამდენი სიმდიდრე ლამის 300 დინარად, ეს 300 დინარი არის ერთი ოჯახის მთლიანი წლიური ბიუჯეტი. ეს არის დიდი სუმა, ეს პატარა არ არის, იმიტომ რომ ერთი დინარი ერთი დღის ნამუშევარი იყო დღეს, ერთი დღის ნამუშევარი 60 ლარია თუ 60 ლარია მუშის და გადაამრავლეთ ეს 300-ზე და ნახავთ რამდენი თანხას მიიღებთ. მაგრამ ძალიან იყო მტკივნეული, იმიტომ რომ იუდას იესოსათვის დაენანა. აი ეს ისა ქალმა, რომელმაც დაასხა ეს ნელსაცხებელი და თავის ძმებით შეუმშრლა, ის მზად იყო რომ ყველაფერი გაეკეთებინა, იმიტომ რომ უყვარდა იესო. მე მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, რომ ხშირად ადამიანები, ქრისტიანები მათ შორის იძახიან, რომ აი მე რა მაქვს ესეთი, ხშირად გვაქვს ხოლმე ამაზე ლაპარაკი, რომ აი არაფერი არ მაქვს, ღარიბი მაქვს, შემოსავალი არ მაქვს, ამიტომ ძუნს მეძახით და ის არის. ერთი რამე უნდა იცოდეთ, რომ რასაც აკეთებთ, ისედაც წერია ეს სახარებაში. რასაც თქვენს დებსა და ძმებს უკეთებთ, ან სხვებს უკეთებთ, მეზობლებს თუ გაჭირვებულებს, ქრისტე იღებს ისე როგორც ქრისტეს უკეთებთ. ამიტომ თუ კი რაიმეს გაიღებთ თქვენი ცხოვრებიდან, თუნდაც მცირეოდენს ეკლესიაში, ეს არ გეგონოთ, რომ თქვენს ძმებსა და დებს ასიამოვნებთ. რა თქმა უნდა, ესე ასეა, მაგრამ პირველ რიგში ქრისტეს ასიამოვნებთ. ამიტომ როცა ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მე რასაც ვაკეთებ ქრისტეს ვასიამოვნებ, ცოტა არ იყოს სხვანაირ პოზიციაზე დგება მერე და იცვლის თავის ცხოვრების წესს. აი ეს მოხდა, იმიტომ რომ სახარებაში წერია, რომ იუდას კი ის კი არ აინტერესებდა მართლა ღარიბები, იმიტომ რომ ქურდი იყო და ამ ფულის მითვისება შეეძლო თუ გაყიდი და საერთოდ ბიუჯეტში ჩადებდნენ ამ ფულს. მეორე დღეს შაბათისა, ანუ კვირას, ხალხმა გაიგო, რომ იესო ლაზარეს სახლში იყო და როგორც ყოველთვის ეს მთელი ჯგუფი ხალხისა ბრბო აედევნა. უნდა ითქვას, რომ იმდენად დაინტერესებულები იყვნენ და იმდენად შეძრწუნებული ამავე დროს, რომ 4 დღის მკვდარი, რომელიც უკვე გახრწნის პერიოდში იყო, გააცოცხლა ლაზარესისა და ეს ელვასავით მოედო მთელ არემარეს და ხალხს აინტერესებდა. და ეს იყო ერთ-ერთი რწმუნებულება იმისი, რომ ქრისტე იყო ღმერთი. იმიტომ რომ ადამიანს თუნდაც წინასწარმეტყველს ესეთი სასწაულების მოხდენა არ შეუძლია და ეს იყო კარგი დარწმუნება ქრისტეს ღვთაებრიობის. მაგრამ ამავე დროს მარტო ხალხი კი არ იყვნენ დაინტერესებულები, მღვდელმთავრებიც იყვნენ, როგორც სახარებაში წერია და იცით ეს ადგილი, თქვენ მღვდელმთავრები მზად იყვნენ, რომ ამ სასწაულის გამო, იმიტომ რომ მათი რეპუტაცია ვარდებოდა, მოეკლათ არა მარტო ქრისტე, არამედ ლაზარეც ზედ მიეყოლებინათ, იმიტომ რომ ლაზარე იყო მიზეზი იმისი, რომ აი ეს ხალხმა დაუჯერა ირწმუნა იესო ქრისტე. შესაძლებელია, მე არ ვამტკიცებ, მაგრამ შესაძლებელია ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ
ქრისტემ სწრაფად დატოვა ბეთანია და გამოეშურა იერუსალიმისაკენ. და ვიდრე იერუსალიმში შევიდოდა, აქ წერია ერთი არავინ არ იცის ქალაქია თუ რა არის, ბეთბაგე, როცა მიადგნენ. სხვათა შორის ამ ბეთბაგეს არც არქეოლოგიური დოკუმენტები არსებობს, რომ არის სხვადასხვა მოსაზრება, რომ ერთნი იძახიან განსაკუთრებით რაბინები, რომ ეს იყო პატარა უნიშნელო დასახლება, მეორენი იძახიან, რომ ეს იგივეა, რაც ბეთანია, იმიტომ რომ ბევრ ქალაქს, ეხლა ვერ ჩამოვყვებით და ვერ გავიხსენებთ, ბევრ ქალაქს ორი სახელი ერქვა, იგივე ბეთლემსაც და იგივე იერუსალიმსაც. და შესაძლებელია, რომ ეს მეორე სახელი იყო ბეთანიასი. და ებრაელი რაბინები ასევე ამტკიცებენ, რომ ეს იყო იერუსალიმის ერთ-ერთი გარეუბანი, რომელსაც ეძახოდნენ ბეთბაგეს. ესეა თუ ისე, რაც არ უნდა იყოს, ამ დროს იესო აგზავნის, როცა მიადგნენ ამ დასახლებულ ადგილს, თავის მოწაფეებს და ავალებს, რომ გააკეთონ ერთი საჭირო საქმე, რომ ამ დასახლებაში აუშვან სახედარი თავისი ჩოჩორით და მოუყვანონ იესო ქრისტეს. და თუ კი პატრონი ეტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ რასაკეთებთ, სად მიყავთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდებათ. როგორც ერთნი ფიქრობენ, რომ ეს იყო ძალაუფლება, უზენაესი ძალაუფლება ქრისტესი, რომ პატრონს გამოეტანებინა ეს თავისი სახედრები, მაშინ ეს ის კი არ არის, როგორც დღეს, ან ძროხა, ან ცხენი რაღაცა. სახედარი ითვლებოდა ფუფუნებად, იმიტომ რომ ყველას არ ახავდა ეს სახედარი, მით უმეტეს კიდე ცხენი. და ამიტომ, რა თქმა უნდა, პატრონი დაინტერესდებოდა. და მეორე ვერსია არსებობს, რომ ეს იყო ქრისტეს მოწაფე. და თუ კი ეტყოდნენ, რომ უფალს სჭირდებაო, ეს თან უკვე ეცოდინებოდა, რომ მართლა ქრისტეს ესაჭიროებოდა. ერთ-ერთი დიდი ქრისტიანი ამ ფაქტის შესახებ წერს, აი პირდაპირ ციტირება მინდა გავაკეთო, რათა აი წარმოდგენა გქონდეთ. იმიტომ რომ როცა ამ მოწაფეებმა ახსნეს ეს სახედარი თავისი ჩოჩორით, იცით ჩოჩორი რა არის და წამოიყვანეს, უბრალოდ კი არ წამოიყვანეს, თავიანთი ტანისამოსი, ზედა სამოსი დააფინეს ორივეზე. რატო ორივეზე? იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ, რომელზე დაჯდებოდა იესო. ამიტომ ორივე წამოიყვანეს და ჩოჩორი იმიტომ წამოიყვანეს, რომ დედა ჩოჩორის გარეშე უკან მიბრუნდებოდა და გაუძალიანდებოდა. და ერთ-ერთი ეს მეთიუ ჰენდრის წერს ესეთ რამეს, რომ ამ სიტუაციაში ისეთი პატარა დეტალებიც კი გაშუქებულია, როგორიც ტანსაცმელია. ტანსაცმელი ზედრო დააფინეს სახედარზე და ჩოჩორზე. მოწაფეებმა არ დაიშურეს თავისი ტანსაცმელი, იმიტომ რომ ქრისტეს სჭირდებოდა. არა მარტო სახედარი და ჩოჩორი, არამედ ტანსაცმელი, რომ ზედ დაეფინათ. წეგან იმაზე გითხარით და კიდე მინდა გაგიმეოროთ, რომ რასაც აკეთებთ დღეს, ჩემო დებო, ძმებო და ყველა ვინც მოისმენს, ეს იქნება თქვენს გარშემო, მეზობლებში თუ ეკლესიაში პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, რომ ქრისტეს უკეთებთ ამას. და ამიტომ ყველა ქრისტიანს აქვს ეს არჩევანი, მხარი დაუჭიროს იუდას, რომელმაც დაიშურა ქრისტესთვის ეს ნელსაცხებელი, თუ მხარი დაუჭიროს აი ამ ორ მოწაფეს, რომლებმაც გაიმეტეს ზედა სამოსიც მაშინ ფუფუნება იყო. ეხლა ისე არ არის, როგორც დღეს 10 წვილი ტანსაცმელი გვაქვს ყველას. მაშინ ეს ტანსაცმელის ფუფუნებად ითვლებოდა მაქსიმუმ ღარიბებს 1 წვილი ჰქონდათ ან 2 წვილი ტანისამოსი და დააფინო სახედარზე ზედა ტანისამოსი, ეს უბრალო არ არის, ეს იყო დიდი შეწირო. ამიტომ ვიძახი, რომ ჩვენცა გვაქვს არჩევანი, გავიმეტოთ ქრისტესთვის თუ არ გავიმეტოთ, თუ როგორც იუდა დაგვენამოს.
და იგი აგრძელებს, რომ ქრისტიანები არ უნდა დაეჩვინენ, ეხლა სახედარი და ჩოჩორი რა თქმა უნდა ეს ფუფუნება კი იყო, მაგრამ ეს მეფის ის არ იყო, რა ქვია, აი ესეთი რომლებიც განცხრომაში ცხოვრობდნენ, რომლებსაც ცხენები ჰყავდათ და ისა, ეს მაინც ითვლებოდა თავმდაბლობად და სიღარიბეთ და ამასთან დაკავშირებით ეს ავტორის წერს, რომ ქრისტიანები არ უნდა დაეჩვინენ მდიდრულ ცხოვრებას. რატო არ უნდა დაეჩვინენ? რას ნიშნავს არ დაეჩვინენ? რას ნიშნავს ქრისტიანები არ დაეჩვინენ? იმიტომ რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დღეს მთელი ძალისხმევა, მთელი ყურადღება, ენერგია, რესურსები მიმართოს იმისკენ, რომ რაღაცა ბიზნესი წამოიწყოს, მერე გამდიდრდეს და ისა. მაგრამ ქრისტიანის მიზანი არ უნდა იყოს ეს გამდიდრება. თუ ზოგიერთი, თქვათ, ღმერთი არ მისცემს ამის მოწოდებას, რომ ჩვენი გონება არ უნდა დაკავდეს ამით და რატო? რა სიძახის? ჩვენ მდიდრულ ცხოვრებას არ უნდა დავიჩვენოთ, მდიდრულ სახლს, ავეჯს, სტანსაცმელს, იმიტომ რომ შევძლოთ ადვილად, იმას რა ქვიან, გამოვეთხოთ ამ ყველაფერს, რომ იოლი იყოს ამ ყველაფერთან განშორება. განშორება როგორ უნდა იყოს? ვიღაცა საჩუქო, ვიღაცას შესწირო და როცა საჭიროა, აჩუქო თუნდაც ღარიბს, აჩუქო თუნდაც იმას უქონელს და როცა მდიდრულია ეს, ადამიანის გული მიჯაჭულია, გაიხსენეთ ლოტის ცოლი. და ამიტომ ვერ შეეგუება ადამიანი, რომ ადვილად ვერ შეეგუება, რომ ვიღაცას აჩუქოს. იესო შეჯდა ჩოჩორზე და წამოვიდა იერუსალიმისაკენ. უნდა შესულიყო ქალაქში და მიადგა ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთის კარიბჭეს, იმიტომ რომ კარიბჭეები ბევრი იყო იერუსალიმში და ერთ-ერთი იყო აღმოსავლეთის კარიბჭე, ესე ეგრეთ წოდებული. გზა და გზა, ვიდრე იერუსალიმში შევიდოდა, ხალხი, ვინც იგებდა, მისდევდა უკან და წარმოიქმნა დიდი ბრბო, ისინი ვინც და ეს ხალხი, ნაკადის ხალხი იყო ორ ნაწილად. ერთნი, რომლებიც უკან მისდევდნენ და მეორენი, რომლებიც წინ მიუძღოდნენ. ეტყობა წინ მაინც თავისი მოწაფეები მიუძღოდნენ და არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ პასექის დღესასწაულის დროს იერუსალიმი ეგრეთ წოდებული განთესილებით, ვინ არიან ეს განთესილები? ესენი არიან ებრაელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ოლქებში ცხოვრობდნენ და პასექის დროს სულ ყველა ერთად ქუჩდებოდა და მოდიოდნენ, რომ ეზეიმათ პასექი, მთელი კვირა, პასექის შემდეგ კიდე სხვა დღესასწაული იყო, თითქმის ერთი კვირა და რჩებოდნენ იერუსალიმში, ზეიმობდნენ უხაროდათ. ეს ებრაელებისათვის კარგი იყო, როგორც ერთ მუშტად შეკვრა და როგორც ერთ ერად ჩამოყალიბება. და ამიტომ ისტორიკოსი ერთ-ერთი ამბობს, რომ აი ამ პასექის დღესასწაულების დროს 2 მილიონი ნახევრამდე ივსებოდა ხალხით ეს ქალაქი იერუსალიმი და ისედაც თუ გავიხსენებთ ყველა ზრდასრული 20 წლის მერე ვალდებული იყო 30 კილომეტრის რადიუსით, ვინც ცხოვრობდა იერუსალიმის გარშემო, ყველა ჩასულიყო პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში. მაგრამ დგება ერთი საკითხი, რა საჭირო იყო ეს თეატრალიზირებული წარმოდგენა, სცენა, როდესაც ქრისტე შეჯდა სახედარზე და აი ესე ხალხი მიუძღვის წინ და უკან, რა საჭირო იყო? ეს იყო ძველი ტრადიცია, ასევე ებრაელი ერის ისტორიიდან, რომ როცა ხალხი აღარ ისმენდა ღმერთის სიტყვებს და ეს ბევრჯერ მომხდარა, იცით თქვენა იერემია, განსაკუთრებით იერემია წინასწარმეტყველის ცხოვრებაში, მაშინ ღმერთი ევალებდა რას, რომ იერემიას ეუბნებოდა წადი და აი ეს მოიხსენი ხალხის თვალწინ და ქამარი და ქვიშაში ჩაფალი, რომ მერე რო ამოიღებ, დამპალი იქნება და ეტყვი, რომ აი ეს არის სანახაობრივი, აი ამის აი ესეთი სცენების მეშვეობით ადამიანები ადვილად იგებდნენ, ან მოიპარსე წვერი, დაკუწე ესა და 12 აი ესე გარშემო ქარს გაატანი და როცა გეტყვია რა საკეთებ, ეტყვი რომ აი ესე ასე იძახი სუფალი, რომ აი ესე გაგპანტავთ მთელ იმაში.
ადამიანებისათვის ეს თვალსაჩინო სანახაობები საჭირო იყო იმისათვის, რომ მოესმინათ ღმერთის სიტყვა და იგივე გააკეთა ქრისტემ. იმიტომ რომ ჩოჩორზე შემჯდარი იესო დაეშვა ელეონის მთაზე და ეს თქვენ წარმოიდგინეთ რომ მეფეები რომლებიც საომრად შედიოდნენ ან დიდებულების ის იყო რაღაც თავიანთ ძალაუფლება უნდათ ეჩვენებინათ ცხენზე შემჯდრები შედიოდნენ ქალაქებში თუ სხვადასხვა სახელმწიფოებში მაგრამ მეფე რომელსაც უნდოდა ეჩვენებინა რომ ის მშვიდობისთვის მიდიოდა ხალხის საკეთილდღეოდ მიდიოდა თავმდაბლობის ნიშნად შეჯდებოდა სახედარზე და ისე შედიოდა ან ქალაქში ან სახელმწიფოში და ქრისტემ აი ეს განასახიერა რომ ის იყო მეფე რომელსაც უნდოდა ხალხის გადარჩენა და მაგრამ ხალხი ამაზე ნაკლებად ეთყობა, ნაკლებად ფიქრობდნენ, მარტო ეს იყო ემოციური, ძალზე ემოციური და გეტყვით რატო უფენდნენ ხისტოტებს, უფენდნენ ტანსაცმელს, ყვიროდნენ ოსანა. ნუ ეხლა დღეს რა არის საქართველოში ყველაზე ძალიან მიღებული რისტოტები? ბზა. ეხლა ვერც გამტყუნებ და ვერც ის არის. ეს არის მე მგონი რომ ეს უფრო ეროვნული ტრადიციაა ვიდრე იმასთან დაკავშირებით. კაცშვილმა არ იცის ეხლა ბზას უფენდნენ იქა, პალმები ბევრი იყო, პალმის ტოტებს ასჭრიდნენ თუ რას. თუ უბრალო ხისისა. მაგრამ აი ესეთი საუკუნეების განმავლობაში და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ესეთი ტრადიცია, რომ მაინც და მაინც ბზის ტოტები უნდა იყოს. ესეც რაღაცაზე მიანიშნებს. მაგრამ თვითონ ეს პატივისცემით ნიშნად ზოგის ტანსაცმელს, ზედა ტანსაცმელს იხდიდა და სახედარზე კი არა, აი სადაც უნდა გაევლო, იქ ფენდნენ. ეს იყო პატივისცემისა და დიდების მიგების ნიშანი. რატო ხდებოდა ეს? ხდებოდა იმიტომ, რომ იესომ რამდენჯერმე სასწაული გააკეთა, არაფრისაგან პური ის იყო, გაამრავლა, მერე სხვა სასწაულები გააკეთა და ადამიანებმა დაიჯერეს, რომ აი ეს გვინდა მეფე. ისინი იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ ეს ღმერთი იყო და არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ქრისტეს სხვა მიზანი ჰქონდა. ფიქრობდნენ კუჭზე. მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანი ყოველთვის მატერიალურზე ფიქრობს. პირველი საზრუნავი არის მატერიალური. აბა ხშირად იყო ხოლმე რომ აი წამოდი ჩვენთან ერთად ეკლესიაში და აი ყველაფერი გექნება და კურთხევა გექნება და აი ჯანმრთელობა გექნება, განიკურნები ყველაფრისაგან. მე მახსოვს ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს აჯერებდნენ, რომ თუ ქრისტეს მიიღებდი და თუ ეკლესიაში მოხვიდოდი, ყველაფერი ეს ავტომატურად მოგეცემოდა. მაგრამ ამაზე მახინჯი და ცდომილი აი ეს ქადაგება და ადამიანების დეზინფორმაცია ალბათ არ არსებობს ქრისტიანობის ისტორიაში, ეს იყო დიდი შეცდომა. ისევე როგორც ებრაელთა ერში, მათ ეგონათ, რომ თუ ისინი მეფეთ აღიარებდნენ, ქრისტე დარჩებოდა და იქნებოდა გადააყენებდა სხვა მეფეს და თვითონ დაჯდებოდა სოლომონის დიდებული დროება დაბრუნდებოდა, კეთილდღეობა, წარმატება, მონობისაგან განთავისუფლება და ასე შემდეგ. და თვითონ ოსანა სიტყვა ნიშნავს გვიხსენი ახლა. როგორც უკვე გითხარით, ქრისტე შეხედავდნენ მეფეს, რომელსაც შეეძლო კარგი ცხოვრების მოტანა. მაგრამ ის რომ ცოდვის თვითონ ებრაელებიც კი ცოდვის მონობაში იყვნენ და აღარ ჰქონდათ ღმერთთან ურთიერთობა, ისინი ამაზე არ ფიქრობდნენ. ცალკეული გარეგნული რიტუალებით, აბა დააკვირდით შემოგვიფასებო. დღეს ერი ვისაც გინდა შეეკითხო საქართველოში, გწამს ღმერთი, მწამს ღმერთი. გინდა რომ სახარება, არა, მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ როგორი ქრისტიანი ხარ? იმიტომ რომ ღმერთი მწამს, მაგრამ ნაკლებად დღეს იმ ნომინალურ, მაგრამ გაბატონებულ ეკლესიებშიაც კი ძალიან ცოტა არის იმაზე ცოდვაზე ლაპარაკი.
რომ მთელი ერი, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა ცოდვაშია ჩაფლული. მაგრამ ღმერთი რო შეეკითხო, რაში გჭირდება, იგივეს გეტყვიან, რატომაც ებრაელებს უნდოდათ. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არ რჩება ის, რომ ღმერთი ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, მომავალი ცხოვრებისათვის და იმისათვის, რომ ცოდვის მონობისაგან გაგვანთავისუფლოს. ცოდვის მონობისაგან. რამდენი ხანიც არ უნდა იაროთ ეკლესიაში. რამდენი საქმეც არ უნდა გააკეთოთ. ყველაფერზე რო თანახმა იყოთ. თუ რამე რელიგიური მიმდევრობები არსებობს ყველგან, მთელი კვირის განმავლობაში რომ ირბინოთ წინ და უკან, თუ ცოდვისაგან არ განთავისუფლდა ადამიანი, თუ არ მოინანია, არაფერი არ იშველება, ამაოა ყველაფერი. ამიტომ პირველი საზრუნავი ყველა ადამიანისა ეს უნდა იყოს ცოდვისაგან განთავისუფლება, იმიტომ რომ ცოდვის მონობა პოლიტიკურ მონობაზე უარესია. დღესაც ესია, რომ დაძაბად შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო, რომ როგორი პოლიტიკური დაძაბულობაა ჩემო ძვირფასებო. აი ეს მოვიდა და ტრამპი მოვიდა და ეს მოვიდა და ივანიშვილი და ეს სინამდვილეში ეს არის რეკლამა, ეს არის სცენა. ადამიანები ფიქრობენ თუ ეს პრეზიდენტი მოვა უფრო კარგია. ნუ რა თქმა უნდა, მე არ ვაკნინებ ამ პრეზიდენტებისა და მთავრობის კარგ და ცუდ ის განსხვავებას, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანები ჩვენ უნდა მიუთითოთ, ვასწავლოთ ადამიანებს, რომ პოლიტიკოსები და პრეზიდენტები კი არ გადასწყვეტავენ ჩვენ ბედს საუკუნოს სასუფევლისა, საუკუნოს სიცოცხლისა, არამედ ქრისტე, რომელსაც შეუძლია მონობიდან გაგვანთავისუფლოს. ბევრი ასპექტია, რომელზედაც შეიძლება აი ქრისტეს შესვლის პროცესზე ვისაუბროთ. თვითონ დინამიკა იმისი, აი შესვლისა, მერე ქრისტეს ტირილი, როდესაც შედგება და ტირის იერუსალიმზე ხალხის რეაქცია, მათი ცვალებად ხასიათზე შეიძლება ვისაუბროთ, ტაძრის განწმენდაზე, მას შემდეგ რაც იესო, მაგრამ მე მინდა დღეს ერთ-ერთი მიზეზე, ერთ-ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება, ზეიმით შესვლის დროს იერუსალიმში, რომ ეს ძირითადად სხვა რამეზე არ მინდა ვილაპარაკო, მინდა შეგახსენოთ, რომ ძირითადი არსი აი ამ შესვლისა მაინც იყო წინასწარმეტყველების აღსრულება. იმიტომ რომ ვიდრე ქრისტე მოვიდოდა წუთის სოფელში და განკაცდებოდა, იყო წინასწარმეტყველება, რომ ეს უნდა მომხდარიყო. და ამ წინასწარმეტყველებიდან ორი წინასწარმეტყველება მინდა რომ ავღნიშნო და გავამახვილო ყურადღება. პირველი წინასწარმეტყველება, როგორც უკვე წავიკითხეთ ადგილიდან, იყო ზაქარიას წინასწარმეტყველება, რომელიც წერს იხარე დიდად სიონის სასულო და დაეცი ყიჟინა იერუსალიმის სასულო, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული თვინიერია ის და ამხედრებული სახედარზე და ჩოჩოზე. მართლაც ის შემოვიდა, როგორც უკვე ვთქვით, შემოვიდა იერუსალიმში არა ცხენზე მჯდომარე, არამედ თავმდაბლობით შემოვიდა. არა მტრების დასამარცხებლად და მტრების მოსასპობად, არამედ გადასარჩენად. და ეს შემთხვევით კი არ წამოუცდა. ძალიან ბევრი მტერი ხავდა და მათ შორის ამ მტრებსაც გაიხსენეთ ჯვარზე, როდესაც გააკრავენ, გადმოხედავს იესო და ეტყვის, მე უფალო, მამაო, აპატია მათ არიციან რასაც ჩადიან. ვინ იყვნენ ესენი? ისინი, რომლებიც მასხარად იგდებდნენ, ისინი, რომლებიც ტკივილს აყენებდნენ და მათ შორის რომაელებიც იყვნენ, რომაელი ჯარისკაცები. რომლებიც დაუძინებელ მტრებად ითვლებოდნენ ებრაელებისა. და ამიტომ ქრისტე შევიდა არა მათ დასამხობად, არამედ გადასარჩენად. ეს იყო მეფე, რომელსაც კი არ ემსახურებოდნენ, იმიტომ რომ ყველა მეფეს ქვეშევრდომები ემსახურებოდნენ. ეს იყო ის მეფე, რომელიც თვითონ ემსახურებოდა ყველას. აი ეს არის განსხვავება დანარჩენი მეფეებისაგან და ეს უნდა დავიხსოვოთ.
მოვიდა არა დიდებისათვის, რომ დიდება მოეხვეჭა, არამედ იმისათვის, რომ დაემცირებინა თავი და მერე მოეკლათ. ანუ გამოდის ჩემო ძვირფასებო, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული სხვანაირი მეფე იყო დანარჩენი ისტორიის, მთელი ისტორიის მანძილზე არსებული მეფეებისაგან. ეს იყო მეფე უნიკალური, განსხვავებული და ერთადერთი, რომელიც დანარჩენი მეფეებისაგან განსხვავდებოდა და ამიტომ არის იესო ქრისტეს სახელი ზეცაში აღმატებული, როცა აღდგება მკვეთრით და დაუბრუნდება თავის დიდებას. ის წინასწარმეტყველება ვახსენეთ და ის მოუწოდებს სიონის ასულს. ვინ იგულისხმება სიონის ასულს? რა თქმა უნდა, ისრაელი. ისრაელი წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთი მოუწოდებს, რომ ისრაელო, აი მოდის შენი მეფე. მაგრამ მარტო ისრაელს მოუწოდებს, როგორ ფიქრობთ? ეკლესიას. იმიტომ რომ ის არის მეფე ისრაელისა და ასევე მეფე თავისი ეკლესიისა. ქრისტე არის მეფე ნამდვილი, ახლაც და მომავალშიაც. და როდესაც დადგება ის დიადი დღე, რომელზედაც ხშირად ვლაპარაკობს 1000 წლეული დედამიწაზე, როცა ქრისტე ჩამოვა დაამყარებს სამართალს, დაამყარებს მშვიდობას და ნამდვილ კეთილ დღეობას, რაზედაც მაშინ ოცნებობდნენ და უნდოდათ ებრაელი ერი, აი როცა დაამყარებს ამ ყველაფერს, მაშინ იმეფებს ისრაელთან ერთად და თავის ეკლესიასთან ერთად. ეს 1000 წლეული, ჩემო ძვირფასებო, იქნება მარტო ისრაელისთვის კი არა, იქნება 1000 წლეული იქნება ეკლესიისთვისაც, რომ ორი რჩეული ერი, ისრაელი და ქრისტიანობა იქნებიან ერთად იქნებიან და მე ძალიან მჯერა, რომ ძალიან მჯერა ის, რომ ქრისტიანები არა მარტო მთელს ქვეყანაზე გაიფანტებიან, არამედ იერუსალიმშიაც იქნებიან, როგორც ღმერთის მარჯვნივ და მარცხნივ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ამ წინასწარმეტყველებაში. უთხარით სიონის ასულს. ესაიას 62 თავიც გვაუწყებს ანალოგიურ ადგილს. უთხარით სიონის ასულს. ყველაფერი, რაც ხდება, უნდა იცოდეთ და რაც მოხდება მომავალში, არ მოხდება შეტყობინების გარეშე. ისე კი არ მიმდინარეობს, აბა დააკვირდით ჩვენი ცხოვრება, პროცესი, წინასწარმეტყველების აღსრულება, რომ უეცრად აი ესე არ ვიცით რა მოხდება, ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ან მომავალში რა იქნება, რა გველის, არა, ისეთი რამე არ არის. ღმერთმა ყველაფერი განგვიცხადა თავის წინასწარმეტყველებაში. ბიბლია ეს არის არა მარტო ხასიეთი და ბუნება ღმერთისა, არამედ ეს არის გამოცხადება, სიტყვა ღვთისა, რა იყო წარსულში, რა არის დღეს და რა იქნება მომავალში. ამაზე ლაპარაკობს და ვისაც არ აინტერესებს ხოლმე ბიბლია, მე ვფიქრობ, რომ იმას თავისი საკუთარი მომავალიც არ აინტერესებს, რომლებიც არ აკითხულობენ ბიბლიას. თავისი მომავალიც არ აინტერესებს, რა იქნება მომავალში. რომ ღმერთი ყველაფერს გვატყობინებს, ატყობინებდა ასევე გაცხადებული იყო ებრაელების მიმართ. რამდენჯერ 1000-ჯერ გააფრთხილა ღმერთმა ისრაელი, რომ თუ არ მოეშვებოდა იმ წარმართულ ცხოვრებას, თუ არ მოეშვებოდა ღმერთის მცნებების, ასე ვთქვათ, თავის ცხოვრებაში გაბათილებას, დაისჯებოდა. და ჩვენ ვიცით, ამაზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას, რომ მინიმუმ 3-ჯერ იყო მონობაში, ასირიის მონობაში ღმერთმა დასაჯა ასირიელებთან, მერე ბაბილონმა 70 წლის ტყვეობა, როცა ბაბილონში გადაასახლა ღმერთმა, ეს ნაბუხადანოსორმა კი არ გადაასახლა, ღმერთმა გადაასახლა 70 წელი და მერე ბოლოს საერთოდ მთლიანი განადგურება რომის იმპერიისაგან, რომაელებისაგან და ყველაფერი ეს გაცხადებული იყო. ყველაფერი ეს გაფრთხილებული იყო. ყველა წინასწარმეტყველი ცდილობდა, თანაც წინასწარმეტყველი ცდილობდა, რომ ზუსტად
გადმოეცა ებრაელებისათვის და დღეს ეკლესიისათვის ზუსტად გადმოეცა ღმერთის დანაპირები. დაბარებული ამბავი, დანაპირები. ზუსტად, იმიტომ რომ წინასწარმეტყველებს ეშინოდათ, რაიმე არ დამატებულიყო და რაიმე არ გამოკლებულიყო. დღეს განა ისე იყო, რომ დღეს აი ვიღაცა სულხან საბაურბელიანმა ეგრე თქვა, ვიღაცა წმინდა მამამ ეგრე თქვა, იმან მესამე საუკუნეში ეგრე თქვა და ამას ასრულებენ. ეს არ შეიძლებოდა. სიტყვა ღვთისა იყო ალფა და ომეგა. დღეს ვინ ალაპარაკობს? ადამიანები უსმენენ მოძღვრებს, რასაც მოძღვარი იტყვის. ადამიანები უჯერებენ მოძღვრებს, კათოლიკოსებს, რომის პაპებს უინდა. საინტერესო ის არის, რომ ღმერთის სიტყვას არ უჯერებენ. ის, რომელიც მთავარი ავტორიტეტია. ეს არის პარადოქსი. ეს არის საშინელება, ხალხო. რომ ღმერთის სიტყვას კი არ აძლევენ იმას ავტორიტეტს, არამედ ვიღაცა მოკვდავი ცოდვიანი ადამიანების სიტყვები უჯერებენ. მეორე მხრივ ქრისტე თვითონ ადევნებდა თვალყურს, რომ ყველაფერი აღსრულებულიყო იმ პერიოდში, როდესაც ის ცხოვრობდა დედამიწაზე. აბა გაადევნეთ თვალი თუნდაც ის, რომ აი მოწაფეები, რომელზედაც ჩვენ წავიკითხეთ, როგორ ზუსტად შეასრულეს მოწაფეებმა ქრისტეს სიტყვა, რომ უნდა მისულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც სახედარი და ჩოჩორიება, უნდა ეთქვათ ის სიტყვები, რომელიც ქრისტემ დაავალა და უნდა გაეკეთებინათ და მოეყვანათ ისე, როგორც ზედ მიწევნით გააკეთეს ყველაფერი და აღასრულეს. დღეს ჩვენ ქრისტიანებს ეჭვია, რომ შეგვეპაროს მის სიტყვებში, გეტყვით. ერთი თმის ღერიც კი, აი, რა შეერნა შეგვეპაროს? იმაში არ შეგვეპაროს, რომ რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ხან ვაბრალებთ ვიღაცას ცუდ ადამიანებს, ხან ვაბრალებთ, რომ მარცხენა ფეხით ავდექი დილით, სასაცილოა, ხან ვაბრალებთ, რომ აი, ჩემი სიტყვა რო გაეგებინა და გაეგონა და აი მანქანაზე რო არ დამჯდარიყო და ისა და აი ეს არ გაეკეთებინა, ის არ გაეკეთებინა, მეზობელს ცუდი თვალით არა. ყველაფერი მიმდინარეობს ღმერთის ნებით. ჩვენ ცხოვრებაში კარგიც და ცუდიც ღმერთი უშვებს ამას. და ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ვიღაცებს კი არ უნდა ვაბრალებდეთ. თუ კი წერია, რომ ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდება მისი ნების გარეშე, ძალიან სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ჩვენა ის, რომ პოლიტიკოსები და პრეზიდენტები კი არ იმას აშვრებიან, ამინც, როგორც იტყვიან, კლიმატს ქმნიან, არამედ ღმერთის ნებით მიდის. დღეს ღმერთი აკონტროლებს ამ ყველაფერს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის რაც რა დღეშიაც მთელი წუთი სოფელია დღეს, ეს არის ნაწინასწარმეტყველები და ჩვენ უნდა დავიჯეროთ ეს, რომ ამასინათ საუბარი მქონდა ერთ-ერთ ებრაელთან და აი გისურვებ კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას და ყოველთვის აქ ხოლმე ეს ჩვევა, იმიტომ რომ ორთოდოქსი ის არის იუდეველია. მე ვთხარი, რომ ვეღარ შევიკავე თავი და ვთხარი, რომ იცი მეთქი, რომ ამის მერე კარგი ცხოვრება აღარ მოვა მეთქი. გარდა იმისი, ვიდრე 1000 წელი დადგება. რატო არ უნდა გქონდეს? იმიტომ რომ მეთქი წმინდა წერილი ამას ამბობს, იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველია, რომ ცუდი და ცუდი. და პირდაპირ სერი ერთ ადგილს მოგიყვანთ, როცა იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ მოეღებათ ბოლო. ამის მერე კარგი არ დადგება, უარესისაკენ წავა ყველაფერი. მსოფლიო წავა უარესისაკენ. რატო? იმიტომ რომ იცოდა ღმერთმა და წინასწარ განსაზღვრა ეს. აბა ანტიქრისტე რო შემოვა, აბა ეკლესია რო აიტაცება ზეცაში და დედამიწაზე, პირდაპირ სერია რომ კაცობრიობის დაბადებიდან დღემდე არ ყოფილა ისეთი საშინელი მდგომარეობა, როგორც მაშინ. მაშინ რაღაც იტყვიან. მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გვჯეროდეს, რომ აღსრულდება ყველაფერი. საჭირო არ წმენა.
იცით დანარჩენ შემთხვევაშიაც ჩვენ უნდა გვჯეროდეს ეს არის რწმენის ფაქტორი მაშინ აქ ღმერთის ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის სიტყვას ძალა როდესაც ახლა რა თქმა უნდა ჩვენ სრულად ვერ აღვასრულებთ ყველა მცნებებს მაგრამ იცით როცა ღმერთი უყურებს რომ ჩვენი მხრიდან არის მცდელობა შესრულება ასე ვთქვათ მცნებებისა აი მაშინ აქ ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის სიტყვას ძალა და მოწაფეები ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ რომ შევასრულოთ ღმერთი როცა უყურებს რომ ჩვენ ვცდილობთ რომ შევასრულოთ მაშინ ღმერთის სიტყვას ჩვენ ცხოვრებაში ვხედავთ რომ ძალა აქვს მეორე წინასწარმეტყველება მე უკვე გითხარით რომ წინასწარმეტყველებაზე გავამახვილოთ ყურადღება არის გამოსვლათა მე-12 თავში უთხარით ისრაელის მთელ თემს ამ თვის ნისანის თვე ითვლებოდა წლის პირველ თვედ მეათე დღეს ნისანის თვისა აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი საგვარეულოზე თითო კრავი სახლზე და მე-6 მუხლში ვკითხულობთ შენახული ყავდეთ ამ თვის მე-14 დღემდე და დაკალით ისრაელის თემის მთელმა კრებულმა საპასექო კრავი ებრაელებს მოჰყავდათ ყიდულობდნენ ვისაც ჰყავდა ირჩევდა თავისი ფარიდან ვისაც არ ჰყავდა ყიდულობდა საუკეთესო კრავს ნისანის თვის მეათე დღეს 4-5 დღე რატო 4 ან 5 დღე იმიტომ რომ ისრაელში ორჯერ აღინიშნებოდა ეს პასექი ერთი ჩრდილოელებისათვის აღინიშნებოდა პარასკევს სამხრეთელებისათვის და მათ შორის იერუსალიმელებისთვის აღინიშნებოდა ხუთშაბათს და ამიტომ ეს ზოგს 4 დღე ჰყავდა ეს დამწყდეული კი არა და დაბმული ეს კრავი ზოგს 5 დღე ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას უბრალოდ ამ დღის განმავლობაში ოჯახი უვლიდა ამ კრავს აბანავებდნენ ასუფთავებდნენ აჭმევდნენ ბავშვებს იმდენს ასწრებდნენ ბავშვები რომ როგორც ახლა ბავშვებსაც ჩვევიათ შეუყვარდებოდათ ხოლმე ეს კრავი და მე თავიანთი ხელით მე-4 თუ მე-5 დღეს აიყვანდნენ და ეს საყვარელი პატარა ბატკანი უნდა დაეკლათ თავიანთი ხელით წარმოგიდგენიათ უნდა მieყვანათ უпроსორად თავიანთი ხელით და რა შუაშია ეს ქრისტესთან იმიტომ ჩემო ძვირფასებო რომ ქრისტემ აღასრულა ეს წინასწარმეტყველება იგი მართლაც შემოვიდა იერუსალიმში და თავის ხალხში მეათე დღეს შემოვიდა როგორ მიიღეს ისევე როგორც ბავშვები იღებდნენ ამ კრავს როცა აბავდნენ და უყვარდებოდათ და თუ კი შევადარებთ აი ამ მეათე დღეს ხალხმა როგორ მიიღო ჩვენ უკვე ვთქვით რომ ოსანა ძეო დავითისა ოსანა სუყოლა სიყვარული ტყიჟინით აი ეს იმები თბილი მიღება მაგრამ თუ კი ამას შევადარებთ მერე იმას როცა 4 დღის მერე ხუთშაბათს უпроსორად პარასკევს დღეს შუა დღის ხალხი როგორ გაჰყვიროდა ჯვარსაცვი ეს არის წინასწარმეტყველების აღსრულება რომ მეათე დღეს იესო მიიღეს თბილად და 4 დღის 5 დღის მერე წაიყვანეს დასაკლავად როგორც კრავი აი ეს აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება რომ ეს ძალიან კარგად არის აღწერილი ეხლა დრო არ გვეყოფა რომ წავიკითხოთ ესაიას 53 თავი იგივე 21 ფსალმუნი მაგრამ გიფიქრიათ რომ ჩემო ძვირფასებო რომ ამის გარდა ჩვენი ცხოვრებაც მიდის წინასწარმეტყველების მიხედვით გიფიქრიათ ეს ჩვენ არა ვფიქრობთ ჩვენ ხშირად ვერ ყვევით რომ აი რა პროცესშია ცხოვრობთ როგორც გადის ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეს არის წინასწარმეტყველების აღსრულება მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აი ამ წინასწარმეტყველებაზე საუბარი
ძალიან ბევრს ალაპარაკობენ კაცობრიობის ისტორიაზე, ყველა თავს იწონებს ამაზე საუბრით, რომ თუ იცის ისტორია, მაგრამ კაცობრიობის ისტორია დასაწყისიდან დასრულებამდე არის მთლიანად წინასწარმეტყველების აღსრულება. კი, ვეძახით ისტორიას, კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ ეს არის წინასწარმეტყველების აღსრულება. ჩვენ ვართ მონაწილენი ამ პროცესში, აი ამ წინასწარმეტყველებაში. და როცა ტიროდა იერუსალიმზე, იესო ერთ-ერთი მომენტია, როცა შედგება და გადახედავს იერუსალიმს ელეონის მთიდან, ეტყობა, იმიტომ რომ ელეონის მთიდან კარგად ასჩანს ესე როგორც ხელის გულზე იერუსალიმი და იესომ დაიწყო ტირილი და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: ეხ, ნეტავ შეგეცნო შენი მონახულების დღე, რა გელოდებაო. ბევრმა დაივიწყა ეს. მოკლეს იესო ჯვარზე გააკრეს, აღდგა მკვდრეთით. პილატეს დროს, როდესაც პილატე ასამართლებდა, ესეც იცით, რომ პილატემ ხელები დაიბანა და თქვა, რომ იცოდეთ, რომ ჩემი ხელი ამის სისხლში არ ურევიაო. ეს იყო ებრაულური ტრადიცია. გაიმეორა პილატემ და მთელმა ერმა დაუდასტურა, დაუმტკიცა, რომ მაგისი სისხლიო ჩვენსა და ჩვენ შვილებზე იყოს. გავიდა ხანი, გავიდა 10 წელი, გავიდა 20 წელი, გავიდა 30 წელწადი, გავიდა 40 წელიწადი. ორი თაობა გარდაიცვალა, ახლები დაიბადნენ. ებრაელმა ერმა დაივიწყა ეს წინასწარმეტყველებაც და ის სიტყვები, რომლებიც ღუდელებმა და ღუდელთაურებმა და დანარჩენმა ერმა გაიმეორა. და 40 წლის მერე მოადგა მხედართმთავარი ტიტე იერუსალიმს, დაანგრია, ბავშვები, როგორც აღწერილია, დედები შვილების ხორცას ჭამდნენ, იმდენი ზაფხულის პაპანაკება იმაში, არც საჭმელი ჰქონდათ, დამარხვის თავიც არ ჰქონდათ, ნახევარზე მეტი იქ გახრწნილი გვამები იყო და იდგნენ და ადონაი, 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 რატო დაგვემართა ღმერთო, რატო დაუშვი? მაგრამ დაივიწყეს ეს წინასწარმეტყველება. რომელი წინასწარმეტყველება? რომელიცაც თქვა, დადგება დღეები, როდესაც ქვაზე აღარ დარჩება. ქვაზე. და ეს იყო ნაწინასწარმეტყველი საშინელება, როდესაც ადამიანი ივიწყებს ღმერთის სიტყვას. როდესაც ადამიანი უგულებელყოფს ღმერთის გაფრთხილებას. რა არის ღმერთის გაფრთხილება? ყველაზე მთავარი დღევანდელ დღეს. ცოდვილო მოინანიე თუ არა და მოკვდები, თუ არა და ჯოჯოხეთში მოხვდები. აი ეს არის გაფრთხილება. და როდესაც ამაზე უგულებელყოფს ადამიანი, მერე თავის თავს დააბრალოს რა ელოდება. და დასასრულს მინდა გითხრათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა ამდენი რელიგიური მიმდევრობა, როგორც დღეს. აქეთ, იქით, აი ეს მიმდევრობა, აი ეს ქრისტიანული ისა, არაქრისტიანული მიმდევრობები და რას აკეთებენ ეს? რიტუალი, ლიტურგია, რიტუალი. თუ დააკვირდებით აღდგომის დღეს, აი ახლა ნახავთ, ჩართავთ ტელევიზორს, მთელი საათნახევარი მიდის, ხან ბახილებს ჩააცმევენ, ხან ქუდს დაახურებენ, ხან ხელებს იმას იზავენ და ისა. რიტუალი. შევა ერთ ადგილზე ილოცეს, მერე გამოვა, მერე ხალხი კიდე დგა ესე. სხვა შორის მარტო ეკლესიაში კი არა, სახელმწიფო ეკლესიაში კი არა. დანარჩენ ეკლესიებშიც. ლიტურგია. რის მაქნისია ეს ლიტურგია? გეკითხებით, რა არის მთავარი? ლიტურგია მთავარი. არა, ეს ლიტურგია ადამიანს ვერ გადაარჩენს და ბოლოს მინდა წაგიკითხოთ ის ადგილი მიქა წინასწარმეტყველისა, რაც ადამიანს გადაარჩენს და რასაც ყველა ადამიანი უგულებელყოფს. აი ეს მინდა წაგიკითხოთ და ამით დავასრულო. რით ეს არის მიქა წინასწარმეტყველი, რით წარსდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო, სრულად დასაწველებით, წელ გამოვლილი ხბორებით ხომარ წარსდგეო, იამება კი უფალს 1000 ვერძი, ზეთის 10,000 მდინარეო, ხომარ მივცე ჩემი პირმშო, ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა, ჩემი საკუთარი ცოდვის წილ,
ხომ გეუწყა შენ ადამიანო ეს პირველი ნახევარი ის რასაც ადამიანი ფიქრობს ეს არის ისევ რიტუალი ისევ აღსრულება იმეებისა მაგრამ მე ღმერთი პასუხობს ასეთ რამეს ხომ გეუწყა შენ ადამიანო ნუ იმართლებ თავს იმიტომ რომ ვითომ არიცი და ფიქრობ და კითხვასაც ვავ რომ რით გასიამოვნო ღმერთო რით გადავირჩინო ჩემი სული და აი რასეუბნება ხომ გეუწყა შენ ადამიანო რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი აი ეს არის მთავარი რას ითხოვს შენგან უფალი იმიტომ რომ ყველა ადამიანს აინტერესებს ნეტა გადავრჩები თუ არ გადავრჩები ღმერთს ვასიამოვნე თუ არა ან რა უნდა გავაკეთო რომ გადავრჩე ხომ გეუწყა შენ ადამიანო რა არის სიკეთე რას ითხოვს შენგან უფალი მხოლოდ სამართლის ქმნას წყალობასა და სიყვარულს მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე უფლის ხმა მოუწოდებს ქალას მოწიწებით სიარული უფლის წინაშე აი ეს მოითხოვება ყველა ადამიანისაგან მოწიწებით სიარული ამაზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას რას ნიშნავს მოწიწებით სიარული ეს არის ღმერთის მოშიშება ეს არის ღმერთის პატივისცემა ეს არის მცდელობა იმისი რომ ღმერთის სიტყვის გარეშე არაფერი არ გავაკეთოთ ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ გავაკეთოთ შევასრულოთ აღვასრულოთ ზუსტად ის რაც გამოცხადებულია ჩვენზე და რასაც ღმერთი ითხოვს აი ეს არის რაში სჭირდება ადამიანებს საკლავები ლიტურგია დანთება სანთლებისა თუ გინდა მილიონი სანთელი დანთება ვის გადაარჩენს ეს ყველაფერი? აი ეს არის მთავარი. იმიტომ რომ ეს პრობლემები ებრაელთა ერშიც არსებობდა და ამიტომ მიქა წინასწარმეტყველის მეშვეობით დაწერა. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, დებო და ძმებო დაახლოებით ის ძალიან მოკლედ რისი თქმაც შეიძლებოდა ეგრეთ წოდებული ზეიმით შესვლა იერუსალიმში ქრისტეს მიერ. უფალმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.